ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი, ვოლატილობა გლობალურ ბირჟებზე, გაძვირებული ნავთობი და მისი ზეწოლა ქართულ ბაზარზე იქნება მშელობის თემა ჩვენს შემდეგ სტუმართან ზაალ იაკობიძე, სენტრა პეტროლიუმ ჯორჯიას გენერალური დირექტორი გვერდება ახლა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემაში ჩართვისთვის. თავდაპირველად დღეს არსებული სურათი შეფასება მინდა გთხოვოთ, არა მხოლოდ მსოფლიო ბაზრებზე არსებული ტენდენციის, არამედ ქართულ ბაზარზე რა ხდება, ამოცემულობით რა სურათი გვაქვს და მე ვისაუბროთ იმ მოლოდინებზე, რომელიც გააქვთ თქვენ და შესაბამისად ყველაზე მეტად აინტერესებს მომხმარებელს, შეიძლება თუ არა ფასების შემცირების მოლოდინი გქონდეს. გამარჯობათ, მოგესალმებით. რა შეიძლება საერთაშორისო ბაზარზე პრინციპში გისმენდით და ზუსტად ჩამოაყალიბეთ ის სიტუაცია, რა დღეს არსებობს საერთაშორისო ბაზარზე. ძალიან მოკლე დროში, ძალიან მაღალი ტემპით მოხდა ზრდა. და ცოტა ის არის, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გრძელდება. ეს ერთი რა შეეხება საერთაშორისო ბაზარს. საქართველოს ბაზარზე ბუნებრივია ეს ცვლილებები და მატება ფასების მოხდა უკვე და მინდა გითხრათ, რომ დღეისათვის ის არ მომხდარა იმ სიმძაფრით და იმ ტემპით, რაც ეს მოხდა საერთაშორისო ბაზარზე. ამის მიზეზი პრინციპში ერთი მთავარი არის, რომ ამ დროისათვის როცა გაძვირება დაიწყო, იყო საკმაოდ კარგი მარაგები საქართველოში სხვადასხვა კომპანიების მიერ შექმნილი მარაგები, რომლის საშუალებითაც ჯერჯერობით ისეთი კატასტროფული არ არის ეს ზრდა, როგორიც საერთაშორისო ბაზარზე. ანუ ჩვენთან ტემპები, ზრდის ტემპები უფრო მცირეა და ნაკლებია ვიდრე საერთაშორისო ბაზარზე. ეს დღევანდელი მდგომარეობა. და შეეხება ხვალინდელ დღეს. პრინციპში კარგის მოლოდინი ნაკლებად შეიძლება გქონდეს. გამომდინარე იმ რეალური მდგომარეობიდან და იმ პროგნოზებიდან, რაც ამ ომთან დაკავშირებით ხდება. ანუ მოლოდინი არ არის, რომ ომი სწრაფად დასრულდება და შესაბამისად არც იმის მოლოდინი არ არის, სწრაფად მოხდება პირველ რიგში ნავთობის ფასის შემცირება, შესაბამისად ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის შემცირება ან საერთოდ შემცირება. ამიტომ საკმაოდ ისე ჯერჯერობით სამწუხაროდ სკეპტიკურად უყურებთ იმ მოლოდინს, რომ უახლოეს პერიოდში ეს უკეთესობისკენ შეიძლება მოხდეს კი ბატონო. ფასების ცვლილება. ბატონო ზაალ, თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ჩვენთან შედარებით ნაკლებად მოხდა ფასების ზრდა, ვიდრე დაუშვათ მსოფლიო ბაზრებზე არსებული ტენდენცია იძლეოდა ამის საშუალებას, თუმცა რადგან მარაგები ახსენეთ და ეს ფასების ნაწილიც, სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ. ძალიან ხშირად დარწმუნებული ვარ, თქვენც მოგისმენიათ, როდესაც მსოფლიო ბირჟებზე ფასები იზრდება, საქართველოში გარკვეულწილად 2-3 დღის შემდგომ ფასის მატებასთან დაკავშირებით მომხმარებელი ყოველთვის კითხულობს, რომ რეალურად ასეთ მოკლე პერიოდში რამდენად შეიძლება დაუშვათ საქართველოშიც გაიზარდოს ფასი. თუ გვაქვს მარაგი, მაშინ რატომ იზრდება მყისიერად და რატომ არ ხდება თუნდაც რამდენიმე კვირის შემდგომ ამ პროცესის ასახვა. რა ფაქტორებმა განაპირობა? გარდა იმისა, რომ ზოგადად ზრდება, რომ მყისიერად აისახა დაუშვათ უკვე საქართველოშიც ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა იმისა, რაც ხდება მსოფლიოში. ანუ გაიზარდა მსოფლიო ბირჟებზე და პარალელურად უკვე აისახა საქართველოშიც გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი თქვენ ამ შემთხვევაში ბაზრის მოთამაშეებს გაცილებით იაფად ჰქონდათ შეძენილი, ვიდრე დაუშვათ დღეს არსებული ფასებია. პრინციპში ვერ დავარქვევთ ამას, რომ ეს ხისიერად მოხდა ზრდა. ანუ შესაბამისობაში არ არის ეს ზრდა იმასთან, რაც ეხლა ხდება საერთაშორისო ბაზარზე. მოკლედ ძალიან ადვილად რო იყოს გასაგები მოსახლეობისათვის, ესეთი რამე შეიძლება ვთქვათ, რომ აი ამ წუთში, რო დღევანდელი პლაცი საკუთელი იყოს შეძენილი და ჩამოტანილი, მისი თვითღირებულობა სიტყვაზე, დიზელზე, დიზელის საწოლზე შეიძლება იყოს მხოლოდ თვითღირებულობას გეუბნებით 3 ლარი 60 თეთრი. ეს არის უკვე ესეთი მოცემულობა დღევანდელი მდგომარეობით. ხო და ამასთან შედარებით საქართველოს ბაზარზე დიზელი
ზოგიერთ გასამართ სადგურზე 3 ლარიც არ არის და ზოგიერთ სიტყვაზე 3.20, 3.30-ია. აქედან გამომდინარე, ეს მატება არ შეიძლება რომ ჩაითვალოს ხისიერი, იყოს ხისიერი, ანუ და როგორ უთხება ბიზნესი ამას, რომ ის რაც ნაკიდია კი, რა თქმა უნდა, ის დაბალი თვითღირებულების არის, მაგრამ შესაბამისად ამის ჩანაცვლება, როდესაც მოხდება, ეს რო არ მოხდეს ერთბაშად, სიტყვაზე ერთ დღეს და ეს მოხდეს უცბად 70-80 ან 1 ლარით ზრდა, ძალიან მძიმე სურათი წარმოიქნება. ამიტომ ხდება ნელ-ნელა 5 ტეტრი, 10 ტეტრი ერთ კვირაში შემდეგ კიდევ რაღაცა მატება და აი ესე ნელ-ნელა მიყვება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასებს ქართულ ბაზარზე ფასები. აი ესე შეიძლება ახსნათ ეს ამბავი. შეგვიძლია იმის თქმა დაუშვათ, სადამდე შეიძლება ავიდეს ნავთობის მსოფლიო ბირჟებზე ფასი, რომ დაუშვათ საქართველოში ვიცოდეთ მეტნაკლებად, ანუ რა მაჩვენებლებს უნდა დასტაბილურდეს, რომ მეტნაკლებად ქართულ მხარებელს კონდეს წარმოდგენა, რა ფასი ეღირება ქართულ ბაზრებზე და არ ველოდოთ, რომ დღეს ძვირდება, ხვალ გაძვირდება. თუ მიუყვებით ამ ტენდენციას და არსებული სურათის გათვალისწინებით მოქმედებთ, ანუ პირობითად აი რა პერიოდულობით იღებ გადაწყვეტილებას, გაძვირდეს თუ შემცირდეს დაუშვათ ამათ მიმართულებით ფასი? პერიოდულობა დამოკიდებულია იმ ფასების ცვლილებაზე, რაც ხდება საერთაშორისო ბაზარზე. როდესაც სიტყვაზე 3 დღეში შეიძლება რომ დიზელმა ბენზინმა მოიმატა უცბად 15-20%, 30%, ეს უკვე იწვევს განგაში საფუძველია უკვე და შესაბამისად ბიზნესი ამაზე რეაგირებს და ხდება ცვლილება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის იმ ტემპით, რა ტემპით ეს ხდება საერთაშორისო ბაზარზე. მადლობა ღმერთს, რომ საკმარისი მარაგები იყო ამ დროისათვის და ეს კიდევ გვაძლევს საშუალებას, რომ შედარებით ნაკლები ფასები იყოს იმასთან, რაც არსებობს საერთაშორისო ბაზარზე. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს მსოფლიო ბაზრებზე არსებული სურათის გათვალისწინებით, თვითონ მსოფლიოში რა მოლოდინი გაქვთ ნავთობ იმპორტიერებს, სადამდე შეიძლება გაძვირდეს ნავთობი და დაუშვათ ეს რა ფაქტორებზეა დამოკიდებული, ყველას კარგად გვესმის, მათ შორის ჰორმუზის სრუტის გახსნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ნაწილში. თუმცა დღეს არსებული სურათი და ის ტენდენცია, რომელიც გვაქვს დღეს ამ მიმართულებით მსოფლიოში, რა დასკვნის ან რა მოლოდინის საშუალებას გაძლევთ ამ შემთხვევაში უკვე ნავთობ იმპორტიერებს, რა სადამდე შეიძლება გაძვირდეს ნავთობი? როგორც საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ და ჩვენც ძირითადად ვიზიარებთ მათ აზრს, ეს ცვლილება უკეთესობისკენ, ასე ვთქვათ, კლებისაკენ ამას არ ველოდებით მოკლე პერიოდში. რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან განსაკუთრებული არაჩვეულებრივი რამე უნდა მოხდეს სოფლიოს საერთაშორისო პოლიტიკაში, პრინციპში, რომ ეს პირიქით გაგრძელდეს. ანუ ჩვენ ახლა მივყავართ იმ სიტუაციაში, მოცემულობაში, როდესაც ყოველ დღე უარესდება სიტუაცია. თქვენ ახლა ახსენეთ ოზრომის სრუტე, მისი ჩაკეტვა შესაბამისად არაბეთი ნავთობის მოწოდება პრაქტიკულად შეწყდა. ბევრმა ქვეყანამ მოგეხსენება არა მარტო მოწოდება შეწყვიტა, მოპოვება შეწყვიტეს. მოპოვება ნიშნავს მოპოვების შეწყვეტა იმდენად უკვე არარენტაბელურია მათი წარმოება და იმდენად რთული სიტუაცია შეექმნათ ამ დიდ ქვეყნებს, რომლებიც გამოირჩევიან ნავთობის დიდი მოპოვებით და წარმოებით, ხო, რომ გააჩერეს, იძულებული გახდნენ საერთოდ მოპოვება შეეჩერებინა, იმიტომ რომ აღარ არის საკმარისი ელემენტარულად საცავები, სად შეინახონ ეს წარმოებული პროდუქცია. აქედან გამომდინარე იძულებულები გახდნენ, რომ შეეჩერებინათ საერთოდ მოპოვება. ეს ძირითადად არაბეთის ქვეყნებს ეკუთვნის. ანუ ის ქვეყნები, რომლებიც ამ სრუტით სარგებლობდნენ და სარგებლობენ დღეს, ხელფეხშეკრულები არიან. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ამბავი ამ სრუტის ნორმალურად ამუშავების თემა არის. ეს სანამ არ გაიხსნება, მანამდე ეს დეფიციტი ვერ შეიცება ისეთი რაოდენობით, რომელიც საჭირო იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა.
კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ზალ იაკობიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირი ეთერის სტუმარი.